I'm the country director for the National Democratic Institute, and we are sponsoring this series of public meetings. მოგესალმებით, მე გახლავართ ლუის ნავარო, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის დირექტორი და ჩვენ მხარს ვუჭერთ საჯარო შეხვედრებს, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. We want to thank you for turning out to have a discussion with members of Parliament regarding the upcoming budget determinations for the budget of 2012. მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ მობრძანდით, რომ დაესწროთ შეხვედრას პარლამენტის წევრებთან 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი. During the course of this meeting, you'll hear from the leadership of the Parliament's Budget and Finance Committee, both from members of the government as well as members of the opposition. But what is most important to the success of this meeting is that they hear from you, both in terms of questions as well as in response to forms that you will find in your folders, which allow you to have your say about what are the budget priorities for next year. ამ შეხვედრის გამავლობაში თქვენ მოისმენთ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელობის აზრს, როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვენ მოგეცემათ საშუალება დასვათ კითხვები და გამოხატოთ თქვენი მოსაზრებები, როგორც კითხვების დასმის საშუალებით, ასევე იმ კითხვარების შევსებით, რომელიც თქვენთვის დარიგებულ საქაღალდეებშია მოცემული. NDI is proud to be able to participate in the initiative undertaken by the Budget and Finance Committee to reach out to the public, to get their input, to improve the accessibility of Parliament. But I cannot stress enough that what this requires most is for you to be willing to ask questions and for you to be willing to fill out the feedback forms so that the decision makers in Tbilisi can know what you believe is important in this budget process. NDI მოხარულია, რომ მიეცა საშუალება მხარი დაუჭეროს პარლამენტის ამ ინიციატივას, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მონაწილეობა, თქვენს მიერ კითხვების დასმა და კითხვარების შევსება, რომ თბილისში მყოფმა გადაწყვეტილების მიმღება პირებმა შეძლონ იმის გათვალისწინება, თუ რა გსურთ თქვენ. დიდი მადლობა. მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაუხადო ამერიკის დემოკრატიულ ინსტიტუტს, რომელიც ხელს უწყობს ესეთ საჯარო განხილვების მოწყობას. ძალზედ კარგი არის, რომ დღეს აქ წარმოდგენილი ხართ ის ადამიანები, ვისაც მართლა გაინტერესებთ 2012 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები რა იქნება, რა მიმართულებით იქნება თანხები გამოყოფილი. და ჩვენი ამ შეხვედრების მთავარი მიზანი არის ის, რომ ყველასთან, ეს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიის წარმომადგენლებთან, არასამთავრობო სექტორთან, იმ ადამიანებთან, ვინც შეიძლება იყოს საკრებულოში წარმოდგენილი, ან დაუშვათ რომელიმე სოფელს წარმოადგენდეს და არ არის აუცილებელი, რომ რომელიღაც თანამდებობას იკავებდეს. მთავარი არის ის, რომ ყველა ის ადამიანი, ვისაც ძალზედ მნიშვნელოვანი არის 2012 წლის ბიუჯეტი ამ შემთხვევაში და ზოგადად მომდევნო წლის ბიუჯეტი, გამომდინარე იქიდან, რომ ყოველთვის ხდება ხოლმე ამა თუ იმ საკითხის წამოწევა, მაშინ, როდესაც ბიუჯეტი უკვე არის დამტკიცებული პარლამენტში, ან დამტკიცების პროცესში არის, როდესაც უკვე მთავრობის მხრიდან შემოდის. მინდა გითხრათ, რომ ამ პერიოდში ძალზედ რთული არის ხოლმე, ძალზედ სასწრაფო წესით განახორციელო გარკვეული გათვლები, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ამა თუ იმ მიმართულების დაფინანსებამ და ეს სერიოზულ პრობლემებს ქმნის. ამიტომ ჩვენ გამომდინარე იქიდან, რომ გადავდივართ პროგრამულ დაგეგმარებაზე ბიუჯეტისას, ეს არის ახალი ფორმატი მთლიანობაში. მინდა გითხრათ, რომ მაგალითად, ვისაც ქონია შეხება ბიუჯეტთან და წაუკითხავს, იცის, რომ არის ესეთი ჩამონათვალი ასიგნებების ამა თუ იმ ორგანიზაციაზე, ორგანიზაციულ ჭრილში არის დაფინანსება. ანუ მაგალითად განათლების სამინისტროს აი ამდენი თანხა, ფინანსთა სამინისტროს ამდენი თანხა და მერე შიგნით ხდება ხოლმე ჩაშლა, რომ ხელფასებზე რამდენი დაიყოს და ასე შემდეგ. მაგრამ თავარი არის ახლა რა? ჩვენ გადავდივართ ახალ ფორმატზე. დიდი ხანია
დასავლური სამყარო არის გადასული ამ ფორმატზე. ჩვენ რატომღაც აი ყოფილი საბჭოური მიმართულებიდან გამომდინარე ქონდა დღემდე შემორჩენილი აღნიშნული ფორმატი. მინდა გითხრათ, რომ რას ნიშნავს ახლა პროგრამული ბიუჯეტი. ანუ საუბარი იქნება კონკრეტული პროგრამების დაფინანსებაზე. და პროგრამა არა მხოლოდ ისევ დასახელება მხოლოდ რომ მაგალითად უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამა. არა. არამედ რაზე არის გათვლილი ეს პროგრამა, რა რაოდენობის მომხმარებელი უნდა ყავდეს ამ პროგრამას, რა შედეგი უნდა მოიტანოს კონკრეტული დროის მონაკვეთში, რა ეფექტი უნდა მოქცეს ამ პროგრამამ. იგივე მაგალითად სოფლის მეურნეობის კუთხით. სოფლის მეურნეობაში უნდა განვახორციელოთ პროგრამები. ხო? მაგალითად სარწყავი სისტემების აღდგენის. ანუ იქ უნდა იყოს კაფიოდ გაწერილი რა რაოდენობაზე არის საუბარი, რა დისტანციაზე არის საუბარი, რა შედეგი უნდა მოიტანოს, რამდენი მომხმარებელი ანუ ბენეფიციარი მოსარგებლე უნდა ყავდეს ამ პროგრამას და რა პერიოდში უნდა განხორციელდეს. ამას ექნება ასევე ჩვენ პარალელურ წესით ვახორციელებთ რეფორმას კონტროლის პალატაში და კონტროლის პალატა ასე ვთქვათ მილიციურ სადამსჯელო ორგანიზაციიდან ჩვენ ეტაპობრივად გადაყვავს და მთლიანობაში უკვე გადავალთ 2012 წლიდან გარი აუდიტად ყალიბდება, ანუ ორგანიზაცია, რომელიც აღჭურვილი იქნება შემოწმების ახლებური მიდგომებით გამსჭვალული ბერკეტებით და შეამოწმებს ეფექტიანობას, ანუ ეს არის სრულიად ახალი სახეობა აუდიტისა, ეფექტიანობას ჩვენ რეალობაში თორე დასავლური ქვეყნები ამას აწარმოებენ აუდიტის დროს და სადაც უკვე ისინი შემდეგ შემოწმებას განახორციელებენ, რამდენად ეფექტურად, არა მხოლოდ ის, რომ მაგალითად გამოყოფილი იყო გზის მშენებლობაზე სიტყვაზე 100,000 ლარი. არა მხოლოდ ეს და დაუშვათ შედეგი არის გზა, არამედ რამდენად ეფექტურად იქნა გახარჯული აღნიშნული თანხა, რამდენად არის შედეგი მიღწეული, დასახული თავიდანვე, როდესაც პროგრამა იყო წარმოდგენილი და ამის შემდეგ მოხდება უკვე შეფასება დაუშვათ ამა თუ იმ პროგრამის. მე ხა ეს ორი სიტყვით რატომ აღნიშნე, გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ პროგრამების დაგეგმარება გაცილებით უფრო რთული არის. მთელი ამ კრიტერიუმების გათვალისწინება და ჩვენ დავიწყეთ უკვე მომავალი წლის, ანუ 2012 წლის ბიუჯეტის დაგეგმარება უშუალოდ გაზაფხულზე 2011 წელს. გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ ეხლა უნდა მთელი ეს გაზაფხულია ჩვენ დავდივართ სხვადასხვა რაიონებში, რეგიონებში, ქალაქებში და ხვდებით ადგილზე მოსახლეობას, ყველა დაინტერესებულ პირებს და ამიტომ ვთქვი მე, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა პარტიებიც არიან წარმოდგენილები, არასამთავრობოები, რომ არ გამოგჩეს არც ერთი საკითხი, იმიტომ რომ მე გეტყვით მოკლედ რამოდენიმე სიტყვით ჩვენს პრიორიტეტებს, რაც იქნება მთავარი ხერხემალი 2012 წლის ბიუჯეტის, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გამდიდრდეს იმ საკითხებით, იმ ინიციატივებით, იმ რეკომენდაციებით, რაც ადგილებიდან მოდის, ასევე შენიშვნებით უნდა გვინდა რომ გითხრათ, მოვისმინოთ თქვენგან, რომ დაუშვათ რა უნდა აგვესახა მაგალითად 2011 წლის ბიუჯეტში და რა არა გვაქვს ასახული. ან რა უფრო მეტად უნდა მიექცეს ყურადღება. შეიძლება კი პრიორიტეტად გვაქვს გამოცხადებული, მაგრამ ნაკლებად არის დაუშვათ დაფინანსებული ესა თუ ის მიმართულება. სწორედ აქედან გამომდინარე, ძალზედ მნიშვნელოვანი არის ეს შეხვედრა და თქვენს მიერ დასმული საკითხების შემდეგ უკვე შემოდგომაზე ჩვენ გვექნება შეხვედრა და რამდენად იქნება ასახული, ამას წარმოგიდგენ და გეტყვით, რომ თქვენ მაგალითად ამბროლაურის რაიონში რომ დააყენეთ ეს საკითხი რაღაც რომელიღაც სფეროსთან დაკავშირებით განვითარებაზე, ან აი ეს თანხა ჩავდეთ, ამით გავაკეთებთ ამას და თქვენი მოთხოვნა დაუშვათ არის ასახული, ანუ ეს არის პრინციპი საჯაროობისა, საჯარო განხილვისა და ვფიქრობთ, რომ ერთის მხრივ აღნიშნული შეხვედრები ხელს უწყობს თვითონ დაგეგმარებისას გამჭვირვალობის პროცესის შექმნას პირველ რიგში და მეორე რომ უფრო მეტად შედეგზე ორიენტირებული ხდება კონკრეტულ შემთხვევებში ესა თუ ის დაფინანსების გაღება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ჩვენ მე მინდა რომ თავიდანვე აღვნიშნო, რომ განვიხილავთ დღეს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს 2012 წლისას და არა ადგილობრივი ბიუჯეტისა, იცით თქვენ რომ გარდა სახელმწიფო ანუ ცენტრალური ბიუჯეტის არსებობს ადგილობრივი ბიუჯეტიც, თუმცა საიდანაც ცენტრალური ბიუჯეტიდან ღებულობს ადგილობრივი ბიუჯეტი
დახმარებას ორი მიმართულებით, ერთი არის გამოთანაბრებითი ტრანსფერი, ანუ ის რომ ყველა რეგიონს, ყველა რაიონს მიუხედავად მათი შემოსავლებისა, კონდეთ ის აუცილებელი თანხები განვითარებისა, ინფრასტრუქტურის იქნება თუ ნებისმიერი სხვა მიმართულებით, რომ შეასრულონ თავისი ექსკლუზიური უფლებამოსილებები ადგილობრივმა თვითმმართველობებმა, ამისთვის არსებობს გამოთანაბრებით ტრანსფერი და არსებობს ასევე მიზნობრივი ტრანსფერი. მაგალითად, შეიძლება მე ხა უბრალოდ ზეპირად არ ვიცი, შეიძლება ადგილობრივი თვითმმართველობა ახორციელებდეს გზის რეაბილიტაციას, მაგრამ მას არ კონდეს იმდენი თანხა, რომ ეს განახორციელოს და აგერ მაგალითად გზა რომელიც შენდება, ეს განხორციელებული იყოს მიზნობრივი ტრანსფერით, ანუ ცენტრალური ბიუჯეტიდან პირდაპირ ესეთ გადაწყვეტილება მივიღოთ ესეთ შეხვედრების შემდეგ, რომ უნდა დავაფინანსოთ აი ამ გზის მშენებლობა, რომელიც ბევრად აღემატება, რომლის ბიუჯეტიც შეიძლება ადგილობრივი თვითმმართველობის შემოსავლებს. აქედან გამომდინარე ეს მიმართულებები არის თავარი, მაგრამ გარდა ამისა, ბუნებრივია ცენტრალური ბიუჯეტი, უბრალოდ სახელი ქვია, რომ ცენტრალური ბიუჯეტი არის, ხო, სახელმწიფო ბიუჯეტი. მაგრამ ეს არის ბიუჯეტი, სადაც ასახული არის ყველა ის მიმართულება და ყველა ის სფერო, რომელიც ქვეყანაში ფინანსდება. აქედან გამომდინარე, ყველა მიმართულება, მაგალითად კონკრეტულად ამ შემთხვევაში ამბროლაურში, რა თქმა უნდა, ეხება ამბროლაურის რაიონს, იქნება ეს განათლების სფეროს დაფინანსება, ბუნებრივია პედაგოგებს, ვინც აქ მოღვაწეობენ, იქნება ეს დაუშვათ ნებისმიერი სხვა მიმართულება, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება, ბუნებრივია, ვინც აქ მსახურობს, ისინიც აი ამ ბიუჯეტიდან სარგებლობენ და ასე შემდეგ. მე გეტყვით რამოდენიმე კითხვით, რამოდენიმე სიტყვით თავარ პრიორიტეტებს და შემდეგ უკვე ვისაუბროთ რა უფრო მეტად წარმოვადგინოთ, რა უფრო ნაკლებად, რა უფრო მოიცდის, ან რა არის უფრო საჩქარო, რაც ამბროლაურის რაიონის არის მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე პირველი ამოცანა და მთავარი ამოცანა, ვთქვათ ესე, არის დასაქმების საკითხის მოწესრიგება. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი პრიორიტეტები, რაცაც კი სახავთ, მიბმული არის და ეს კომპლექსურად ერთიან გუნდად არის შეკრებილი და იხილება როგორც დასაქმების ხელშემწყობი ფაქტორები და საკითხები. ბუნებრივია, ჩვენ ძალზედ კარგად ვიცით, რომ ხა ბევრი ოჯახი არის კიდევ საქართველოში, ვისაც უჭირს. ვიზეთ ძალიან ძიმე დარტყმა მიაყენა, ვისაც უშუალოდ მაგალითად ბოლოს საკვე პროდუქტებზე ფასების ზრდა. რა თქმა უნდა, ეხა სახელმწიფო ფიქრობს და ყოველთვის ხელისუფლება რაღაც გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც ამ მიმართულებას შეამსუბუქებს. ამ მიმართულებებში არის მოკლევადიანი ნაბიჯები, ისეთი როგორიც არის მაგალითად და სწორედ ამ მოკლევადიან ჭრილში იყო გაკეთებული ენერგოვაუჩერების დარიგება და რომელიც არასოდეს არავინ მე სადაც დავდივარ, ყველგან ამას ვამბობთ, რომ ბევრი ოპონენტი რატომღაც ამბობს, რომ აი ამ ესე იგი გადაწყვიტეს, რომ თუ ენერგოვაუჩერებს დაარიგებენ, ესე იგი მორჩა, ასე ვთქვათ, ფასების ზრდას გაუძლებს ჩვენი ოჯახები. არა, ეს გავაკეთეთ იმისთვის, რომ იმ მომენტისთვის აუცილებლად სახელმწიფოს უნდა გადაედგა ნაბიჯი. მეორე ის იგივე მაგალითად ის 30 ლარიანი ვაუჩერი სურსათის. მაგრამ რა თქმა უნდა ეს იყო მოკლევადიანი და ეს ვერაფერს მნიშვნელობას ისეც ვერაფერს ვერ გააკეთებდა და ბუნებრივია რაღაცა უნდა შესთავაზოს სახელმწიფომ თავის მოსახლეობას. მაგრამ ნებისმიერი ხელისუფლება, ნებისმიერ სახელმწიფოში იმაზე მეც რომ ადამიანი თავისი მოქალაქე ყავდეს დასაქმებული, რა თქმა უნდა, ბევრს ვერაფერს ვერ შესთავაზებს. სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ ვიცით რომ დასაქმებულ ადამიანი უფრო ადვილად გადაიტანს ნებისმიერ გამოწვევას, იქნება ეს ფასების ზრდა, თუ იქნება ჯანმრთელობის პრობლემებით გამოწვეული საკითხების მოწესრიგება, ხო? მაგრამ რო არ გამოგვივიდეს ისე რომ ჩვენ საუბრობთ ხოლმე აი დასაქმება და ეს არის დეკლარირებული მხოლოდ და მხოლოდ. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ იყოს დასაქმება, რა უნდა დავაფინანსოთ სახელმწიფოს ბიუჯეტიდან. პირველი და აი ჩამონათვალს მნიშვნელობა არ აქვს, ასე ვთქვათ, ნუმერაციას, ყველა პრიორიტეტი არის პირველი რანგის. უბრალოდ აღნიშნავ პირველს, ეს არის ინფრასტრუქტურა. ბუნებრივია, ყველამ კარგად ვიცით, რომ თუ ჩვენ ინფრასტრუქტურა არ მოვაწესრიგეთ, არავინ თანხას არ მოვა და არ ჩადებს ამა თუ იმ დასახლებული პუნქტის განვითარებისთვის სამუშაო ადგილის შესაქმნელად, ხო? და ინფრასტრუქტურა არ მოიცავს მხოლოდ გზას. ინფრასტრუქტურა არის წყლის სისტემების მოწესრიგება, ინფრასტრუქტურა არის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა და მომარაგება. ბუნებრივია არის საკითხები, სადაც კერძო სექტორი არ აქტიურობს
და თავის ინიციატივით არაკეთებს, ამიტომ ჩვენ გვიწევს სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება მთელი რიგი პროექტებისა ამ მიმართულებით, აქედან გამომდინარე, იმისთვის რომ გააქტიურდეს უფრო მეტად